სოციალური პროგრამები გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული რამდენიმე პროგრამა მერიაში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა წარმოდგენილია 20 ქვე პროგრამით. მოგეხსენებათ, რომ პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და ყოველწლიურად ხასიათდება მზარდი ბიუჯეტით. ამჟამად 2026 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული არის 3.420.000-ით და აქედან პირველ კვარტალში უკვე გახარჯული არის 929.323 ლარი. განსაკუთრებით გამოყოფდი იმ ქვე პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია სწორედ ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებად. ასეთი ქვე პროგრამებია მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილთა ოჯახების, ბავშვთა სამედიცინო სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსების, თანადაფინანსების ქვე პროგრამები, რომლითაც პირველ კვარტალში უკვე ისარგებლა 984 ბავშვმა და ამ მიმართულებით ამ ქვე პროგრამებზე გახარჯული არის სულ 158.750 ლარი. რაც შეეხება კომუნალური ხარჯების, სატრანსპორტო ხარჯის და ასევე შშმ პირთა მოვლის საშუალებების თანადაფინანსებაზე ისარგებლა სულ 428 პირმა და ამ კუთხით გახარჯული არის 23.573 ლარი. უფასო კვებით სარგებლობს ყოველდღიურად 400 სოციალურად დაუცველი პირი. ყველაზე უფრო დიდი მასშტაბური და საჭირო პროგრამები ეს არის სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების თანადაფინანსების პროგრამა, რომლითაც უკვე 3 თვეში ისარგებლა 1751 პირმა და გახარჯული არის 450.428 ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს გავაჟღერო ერთი ახალი ქვე პროგრამის შესახებ, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტმა დაიწყო 2025 წელს. ეს არის შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის ქვე პროგრამა, რომლითაც ამჟამად სარგებლობს უკვე 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, გახარჯულია 10,000-ზე მეტი ლარი.